სიონის ტაძარში მოქალაქეები დილიდან მიდიან და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მცხეთა-თბილისის მთავარ ეპისკოპოსის ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის უწმინდესისა და უნეტარესის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ხსოვნას პატივს მიაგებენ. პანაშვიდები დღეიდან 40 დღის განმავლობაში უწყვეტად გაგრძელდება. მრევლს კი ტაძარში შესვლა დილის 8 საათიდან საღამოს 10 საათამდე შეუძლია. მაკუნა აბულაძია პირდაპირ ეთერში. სიონის საპატრიარქო ტაძარმა გუშინდელი დღის შემდეგ კიდევ უფრო ახალი განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. ამიტომაც არის ალბათ, რომ დილიდან ამ დრომდე არ წყდება მოქალაქეების ნაკადი. ყველა ასე ცდილობს პატივი მიაგოს უწმინდესის ხსოვნას. განსაკუთრებით ემოციურია უთქმელი ისტორიების მოსმენა. ისტორიები, რომლებიც ილია მეორის სახელს და მის ჩუმად გაკეთებულ სიკეთეებს უკავშირდება. პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პირველი პანაშვიდი დღეს მისმა მოსახდრემ მეუფეშიომ და სინოდის წევრებმა ჩაატარეს. ასე იქნება 40 დღის განმავლობაში. დღეს კიდევ ერთხელ მოვისმინეთ, რამდენად დიდი იყო უწმინდესი. იმდენად დიდი, რომ გარდაცვალების შემდეგაც კი შეძლო ერის სიყვარულით გაერთიანება. სიონის საპატრიარქო ტაძარი, პატრიარქის მოსახდრე მეუფეშიო, წმინდა სინოდის წევრები. დღეს უწმინდესისთვის პირველი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი სიონში ილია მეორის საფლავზე ჩატარდა. დღეიდან 40 დღის განმავლობაში ასე იქნება სულ. სასულიერო პირები პატრიარქისთვის მსახურებას აღავლენენ. დილის 8 საათიდან ღამის 10 საათამდე კი შესაძლებლობა ექნება მრევლსაც პატივი მიაგოს მათი სულიერი მამის ხსოვნას. მრევლს მეუფეშიომ მიმართა და კიდევ ერთხელ მოვისმინეთ, მართლაც რა ძალა აქვს პატრიარქს. ძალა, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგაც კი აერთიანებს ერს. იმდენად მრავლის მომცველი ღვაწლი მოიღვაწა, რომელიც ალბათ ერთი ადამიანისთვის არ ვიცი ეს შეუძლებელი და წარმოუდგენელია. მრავალ პატრიარქს ეყოფოდა თავის სიცოცხლეში ეს საქმეები. როგორ შეიძლება რომ ჩვენ გავაგრძელოთ ჩვენი ეკლესიური ცხოვრება ასეთი მამის წასვლის შემდეგ? როდესაც წმინდა ადამიანი და მართალი და სულიერი ადამიანი გარდაიცვლება, ამას გლოვასთან ერთად აუცილებლად ახლავს ღვთის მადლიც და ნუგეშიც, საღვთო სიხარულიც, ძალის გამოვლინება. და რა იქნება ეს გამოვლინება? და ჩვენ პირველივე დღეს ეს სასწაული ვიხილეთ. მთელი საქართველო ფეხზე ადგა და დაიძრა მისი უწმინდესობის საფლავისკენ. თანაგრძნობის გამოსახატავად. და ეს იყო და არის დიდი გამარჯვება სულისა და ღვთის სიყვარულისა ჩვენს ერში და ჩვენს ხალხში. შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის ჩვენი მთავარი ნუგეში. ჩვენ დავინახეთ, რომ როგორც მისი უწმინდესობა იღწოდა თავის ცხოვრების განმავლობაში, ჩვენი ერის მოსაქცევად, გასაერთიანებლად, გადასარჩენად, იგი გარდაცვალების შემდეგაც ამას განაგრძობს. დილიდან განსაკუთრებით ბევრი ადამიანი იყო შეკრებილი სიონის საპატრიარქო ტაძარში. ეს ალბათ მოულოდნელი არ ყოფილა. ახლა თითოეულ მოქალაქეს სურვილი აქვს ტაძრის ყველაზე ძვირფას სალოცავთან მივიდეს და ასე მიაგოს პატივი ერის სულიერ წინამძღოლს. ცრემლები დღესაც ვერავინ შეიკავა. პატრიარქი რომ ყველასი იყო, ამის დასტურია უთქმელი ამბებიც, რომლებიც ადამიანებს ილია მეორესთან აკავშირებთ. განსაკუთრებული იყო, ჩემთვის იყო მეორე მამა. იმიტომ რომ მე ვიყავი ალბათ ერთადერთი ბავშვი 6 წლის, რომელიც პატრიარქს დახვდა სოხუმში. მეუფე ილია დანიშნეს სოხუმის საკათედრო ტაძრის და ეპარქიის წინამძღვრად. მითხრა, რომ ყოველთვის ღია იქნებოდა ჩემთვის საეპარქიო სახლის კარები და უწმინდეს ვუყურებდი რას აკეთებდა ის სოხუმის ეპარქიისთვის. ჩამოაყალიბა ქართული გუნდი. მთელი ჩემი ცხოვრება ეს. გავაგრძელოთ მისი დანატოვარი და აი ეს სიყვარული რაც დატოვა. ძალიან დიდი ძალა იყო. ვერც გეტყვი რა მომიყვანა, რატო დავდივარ. სიყვარულმა მიყვარხარ პატრიარქო. იქიდან უკვე მისი სული იმედი მაქვს, რომ ძეცი უწმინდანად იქიდან დავოცავს და დამოძღვრავს. როგორც გაიხსნებოდა ტაძარი, მინდოდა 8 საათზე აქ ყოფილიყავი უკვე, რომ
კიდევ უკანასკნელად შემევედრებინა ჩვენი საქართველო, ჩვენი ზეციური მეუხი შევიძინე ჩვენ. სამშობლო როგორ არ გიყვართ, ახინა შემაყვარა და დამაფიქრა ბევრ რაღაცაზე და მადლობა მას ყველაფრისათვის. სასულიერო პირები საუბრობენ თუ როგორი ძვირფასი იყო სიონი ილია მეორისთვის. ადგილი, სადაც მისი ეპოქალური საპატრიარქო წლები დაიწყო და ადგილი, სადაც დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა. მისი ბოლო სურვილით შესრულებულია. უწმინდესის მუდმივი განსასვენებელი ახლა სიონია სხვა პატრიარქების გვერდით. პატრიარქის გარდაცვალება გახდა რაღაც საერთო მწუხარება და ჩვენ ქართველები გავხდით ერთმანეთის ჭირისუფლები, უცხო ადამიანები გაგვაერთიანა იმ ერთმა წუხილმა. ანდერსთან დაკავშირებით მე გეტყვით მას შემდეგ, რაც 2017 წლის 23 ნოემბერს პატრიარქმა გამოაცხადა თავისი მოსაყდრე, პირველი კომენტარის გასაკეთებლად ტელევიზიაში, როდესაც მივდიოდი, პატრიარქმა დამსვა და ამიხსნა რა უნდა მელაპარაკო. მან თქვა ასეთი რამე, აი რომ არისო მითქმა მოთქმა, სად არის ანდერძი, რა წერია ანდერძში. ეხლაო რომ მაგით აღარ დაინტერესდნენ, მეტიო რაც უნდა ეწეროს ანდერძშიო, ის დავწერე და გამოვაცხადე ხმამაღლაო. სიონის საკათედრო ტაძართან მის უწმინდესობას ჰქონდა განსაკუთრებული დამოკიდებულება, იქიდან გამომდინარე, რომ მისი მოღვაწეობის ძალიან დიდი ნაწილი სწორედ ამ ტაძარს უკავშირდება. მისი სურვილი აბსოლუტურად გასაგები და ბუნებრივია, რომ მას სურდა, რომ მის სხეულს სწორედ ამ ტაძარში დაედობინა. დღეს სიონის საპატრიარქო ტაძარში კვიპროსიდან სპეციალურად ილია მეორის დაკრძალვისთვის ჩამოსული დელეგაციის წევრებიც იყვნენ. ერის სულიერი წინამძღოლის სიდიადეზე ეს სიტყვებიც ბევრ რამეს ამბობს. 17 მარტს არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მართლმადიდებელი სამყარო დაობლდა. კუნძულ კვიპროსიდან თბილისში გუშინ ჩამოვედით. წარმოვადგენთ კვიპროსის მართლმადიდებელ ეკლესიას და მის არქიეპისკოპოს გიორგის. მე პირადად ვიცნობდი ილია მეორეს, ის ჩემი სულიერი მამა იყო. 90-იან წლებში აქ ვმსახურობდით ჰუმანიტარული მისიით, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით. ის მუდმივად საკუთარ ხალხზე ზრუნავდა. 90-იან წლებში პატრიარქი ილია ჩამობრძანდა კვიპროსში, შედგა ურთიერთთანამშრომლობა ჩვენ ეკლესიებს და ქვეყნებს შორის. ჩემ და საბედნიეროდ მე ვიყავი ამ ყველაფრის შუამავალი და ამ დრომდე ვრჩები. ჩემთვის პატრიარქი ილია მეორე არის მფარველი ანგელოზი, არა მხოლოდ თქვენ დაკარგეთ წმინდა მამა, სულიერი მამა, ჩვენც დავკარგეთ მართლმადიდებელი ეკლესიის უდიდესი წინამძღვარი. დაობლდა არა მარტო საქართველო, არამედ სრულიად მართლმადიდებელი ერი. სიონის საპატრიარქო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს პატივი მიაგო სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებმა. მუსლიმები ვუსამძიმრებთ მთელ საქართველოს ილია მეორის გარდაცვალებას. ის რომ ქართველები და აზერბაიჯანელები ძმებივით ვცხოვრობთ, ეს მისი დიდი დამსახურებაა. ეს კადრი ისტორიას დარჩება, როგორ გაჩერდა დრო სიონის საპატრიარქო ტაძართან, როცა ამ ქვეყნის ყველაზე დიდი ადამიანი სამებიდან სრულიად საქართველომ დიდი პატივით და დიდი სიყვარულით მიაცილა.